შეეხება კითხვას მოლოდინებთან დაკავშირებით, სიმართლე გითხრათ, კონკრეტულად მე მოლოდინები არ მქონია არაფერი და რამ გააჩინა ზოგადად მოლოდინები გააჩინა რეჟიმის პრეზიდენტის განცხადებამ და როგორც უკვე აღნიშნეთ, საპატრიარქოს პოზიციამაც, რომ რამოდენიმეჯერ მივმართეთო ამ თემაზე და პასუხი არ გქონიაო. ანუ ჩემი პოზიცია ასეთია, მე ასე ვფიქრობ, რომ ეს მიზანმიმართულად გააკეთა რეჟიმმა და ფაქტობრივად მიანიშნა პატიმრებს და პატიმრების ოჯახის წევრებს, რომ აი ჩვენ რაღაც ფორმით ვაპირებთ, აი გაძლევთ იმის მოლოდინს, რომ შევიწყალებთ, ოღონდ ჩვენი ნათქვამით ისინი არ მოინანიებენ. ანუ ჩვენ რო შევთავაზოთ, უпростоრად შესთავაზეს მათ ხომ, ხელისუფლებამ შესთავაზა იქ სხვადასხვა ფორმით და პასუხები მიიღეს ვიადისგან, კასრაძისგან, გოშაძისგან, საბასხვიტარისგან, ყველასგან მიიღეს პასუხები. კი, მე რამდენიმე მათგანის პასუხი წამუკითხე მაყურებელს, მათი განწყობა როგორია. ხონდა პასუხი, არ მჭირს არაფერი შესაწყალებელი, არაფერი დამიშავებია, არც პრეზიდენტის შესაწყალებელი არაფერი არ მჭირს, მით უფრო ყაველაშვილის. ანუ პოზიცია იყო როგორი, რახან მათი ნათქვამით არავინ არ აპირებდა ამ საკითხზე რაღაც მათი პოზიციის დაფიქსირებას, ფაქტობრივად პროტესტსაც მიანიშნეს, პროტესტში ვინც ვართ ჩვენ, მიანიშნეს, რომ ეგება თქვენ თვითონ ოჯახის წევრებმა, პროტესტში მონაწილეებმა, აქტივისტებმა მიანიშნოთ თქვენს პატიმრებს, რომ შეიძლება ამ ფორმით დასაშვებია, აღიარონ დანაშაული, მოინანიონ და გამოვიდნენ. იმიტომ რომ გაჩნდა რაღაც სტატუსები, გაჩნდა პროტესტში მონაწილე ადამიანებისაგანაც, რომ ნებისმიერი საშუალებითო უნდა გამოვიდნენ გარეთო. ანუ ამბობდნენ, რომ ფაქტობრივად ვეცადეთო, ვერ გამოვიყვანეთო, აი აქციები რაღაცები წარიმართა, გასაგებია რაღაც ფორმით და ეხლა ნებისმიერი საშუალებით უნდა გამოვიდნენო. ეს ფაქტობრივად იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ უნდა გვეთქვა თითქოს ჩვენი პატიმრებისთვის, რომ ნუ მოკლედ რაც იჯექით, კარგია, მაგრები იყავით, ვერ გაგტეხეს, გაუტეხლები ხართ, გამოხვალთ, ისიც კი იმის მინიშნებაც კი იყო, რომ ოღონდ გამოვიდნენო და არავინ არ დაამუნათებსო მათო გარეთ. ვისგან იყო, მე არ მიმიდევნები ამ ტიპის დისკუსიისთვის. კი, ეს დისკუსიები ჩატებშიც იყო, ეს დისკუსიები საჯარო პოსტიციდო და შესაბამისად იყო ეს დისკუსიები, მაგრამ როგორც კი ჩვენი პატიმრების ოჯახის წევრების პოზიციაც გაიგეს უკვე, რომ ანუ არანაირად მსგავსი არაფერი არ მოხდება და ჩვენ არც მივანიშნებთ და არც ვეტყვით ჩვენს პატიმრებს და პირიქით ჩვენ ხარს არც იმას ეტყვით, არც ამას ეტყვით, თუ როგორია თქვენი პოზიცია? ჩემი პოზიცია კონკრეტულად ეს იყო, რომ უპირობო განთავისუფლება იყო ერთადერთი გამოსავალი და არანაირი პირობა და არანაირი რაღაც დათქმა, რომ აი ამიტომ გამოუშვით. უპირობო განთავისუფლება იყო იმიტომ რომ უდანაშაულოები არიან და ამ ბრალს ესენი ვერ დაიბრალებდნენ. ზვიადის შემთხვევაში მით უმეტეს დაიბრალო უნდა და ორგანიზატორობა უნდა დაიბრალო და მე ჯგუფი ვინ არის უნდა დაასახელო. ხო ხვდებით როგორი სიტუაცია, ანუ სხვასაც უნდა დააბრალო, მარტო შენ კი არ უნდა დაიბრალო. ძალიან ცუდი ისწავიდა ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ჩვენც რომ ვუთხარით, რომ ჩვენი პოზიცია არის სწორედ ის, რომ არანაირი მონანიება, არანაირი ბრალის აღიარება არ იქნება, მაშინვე გაჩნდა უკვე ისევ რეჟიმის პოლიტიკოსების მხრიდან უკვე დაიწყეს მინიშნება, რომ აი ჩვენ მოწყალება გვინდა ვიყოთ მოწყალე ხელისუფლება, მაგრამ თუ არ იქნება მონანიება, მაშინ ვერ შევიწყალებთ და ასე შემდეგ. ისევ შეცვალეს მერე პოზიცია, ანუ მოსინჯეს ნიადაგი და როგორც მიხვდნენ, რომ ოჯახებისა და პატიმრების პოზიცია იყო ურყევი, მტკიცე, უდანაშაულო ადამიანები მხოლოდ ანუ როგორც ვიყავი, არა მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან მოსინჯეს ეს ნიადაგი. ხელისუფლება მოსინჯა ნიადაგი პროტესტში და პროტესტში მონაწილე ოჯახების მოუსინჯა ნიადაგი, რამდენად ჩვენ მზად ვიყავით ჩვენი პატიმრებისთვის გვეთქვა, რომ ნუ ერთი წელი იჯექით საკმარისია და ეხლა გამოდით ნებისმიერი საშუალებით. ჩვენ ეს არ გავაკეთეთ, სწორად მოვიქეცით რომ არ გავაკეთეთ, იმიტომ რომ ეს ადამიანები, მე ასე მიმაჩნია, ვინც დღეს ციხეში ზის, ესენი არიან მომავალი პოლიტიკოსები, ესენი არიან მომავალი ჩვენი ქვეყნის, ესენი არიან მაგალითი, სიმბოლო თავდადების, თავგანწირვის, ბრძოლის უნარიანობის, გამბედაობის და ჩემი პოზიცია ასეთია, რომ არც ქვეყანას არ უნდა აწყობდეს ესეთი მაგარი ბიჭები გატეხოს
გატეხოს და ისე ღირსება შელახული გამოიყვანოს გარეთ. ეს იყო ჩვენი პოზიცია, მე ისე შეაბრუნეს პოზიცია, ანუ მთლიანობაში შემოუშვეს თემა, ჩვენგან უარი მიიღეს და ისევ თავის პოზიცია დააფიქსირეს, რომ თუ არ მოინანიებენ, ვერ შევიწყალებთ. აი ამ მოლოდინებმა და რა თქმა უნდა იქ მედიამ თავისი როლი ითამაშა, იქ აქტივისტებმა თავისი, იქ პროტესტმა, იქ და ასე შემდეგ, ყველამ ერთად ითამაშა როლი და გაჩნდა იმედი. თუმცა ამის რეალური საფუძველი და წინაპირობა მართლა არ არსებობს ქვეყანაში. ჩემი პოზიცია ასეთია კიდე რომ გასაგებია რატომ უნდა გამოუშვას. თუ ის მისი ღირსება აყრილი თუ იქნება გამოუშვებს, მაგრამ თუ მან შენზე მეტი არ იხეირა, ანუ შენ შვილი მოგყავს სახში ხეირობ, შენზე მეტი თუ არ იხეირა, რატომ უნდა გამოუშვას? მით უფრო რომ ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით კიდე რომ არც კედელთან მიყენებული, არც სერიოზული პრობლემები არ აქვს. ჯერ კიდე მოვლენებს ისე აკვირდება ირანში, უკრაინაში, ამერიკაში, იქ რაღაც. ანუ ფართო სურათში ხედავდით, რომ ეხლა ოცნება არ არის ისეთ ვითარებაში, რომ რაღაც სხვა გზა არ რჩება ვიდრე პატიმრების გაშლა. რაღაც ლავირების უნარი, ჯერ კიდე აქვს რესურსი, რომ არაფერი არ გაიღოს, არაფერი არ გასცეს, ისე იყოს ხელისუფლებაში და სერიოზული კრიზისი რო შეექმნება, მე გამოიყენებს, ასე ფიქრობს. გამიგეთ? ჯერ ამ კრიზისს თავის თავზე ვერ გზნობს. მიყუდებული კედელზე არ არის, ყელში არ აქვს აჭერილი. შესაბამისად, ცდილობს რომ ამას გადაიტანს როგორმე ამ ლავირების მეთოდით და მე თუ ის პერიოდი დაუდგება, რომ კედელზე იქნება მიყუდებული და უკვე ყელში წაჭერილი, მაშინ აი ამ ნაბიჯს მაშინ გადადგამს. აი ეს არის თლიანობაში, მაგრამ მე მაინც ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ნახევარ ბიჭებმა ძალიან მედგრად და ვაჟკაცურად გადაიტანეს, ყველაფერი კარგად იქნება, მტკიცეთ არიან, თავარი მიზანი შესრულებულია, რომ პროტესტსა და პატიმრებს შორის არის ჰარმონია და ურთიერთგაგება სრული და გვაქვს პოზიცია ბრძოლის და მხოლოდ გამარჯვებული და წელში გამართული ბიჭები უნდა გამოვიდნენ გარეთ. ეს სჭირდება ქვეყანასაც, ეს სჭირდება საზოგადოებასაც, ეს გვჭირდება ჩვენ ოჯახებსაც და თავად პატიმრებსაც.